მოგესალმებათ, გადაცემა მწვანე არქიტექტურა. წამყვანი თინათინ ხიმშიაშვილი. ჩვენი დღევანდელი სტუმრები არიან ქალბატონი გულიკო ქარომიძე, ლანდშაფტის არქიტექტორი, ურბანისტი, არქიტექტორი, ეკოლოგი მამუკა სალუქვაძე და ახალგაზრდა სტუმრები. დიდი მადლობა სტუმრებს მობრძანებისთვის. დღევანდელი გადაცემის თემა არის ძალიან საინტერესო, ეს არის ენერგოეფექტურობა და მწვანე სივრცეები, ანუ ლანდშაფტის არქიტექტურა. მსოფლიოში მწვანე ქალაქი არ არსებობს, ანუ ურბანიზებული მწვანე სივრცე ენერგოეფექტურობისა და გამწვანების გარეშე. ეს ორი ერთმანეთში არის ჯაჭვი და ერთმანეთში არის კავშირი. ძალიან ძნელია ხო მოკლე დროში ამ ყველაფერზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ თითოეული ეს თემა იმდენს იტევს, რომ ძალიან რთულია ჩავეტიოთ და საფუძვლიანად აღწეროთ ყველა მათგანი, მაგრამ საერთოდ დღეს პრაქტიკულად არც ერთი წამყვანი ქალაქი არ არსებობს, რომლის ძირითადი მიმართულება არ იყოს სწორედ ენერგოეფექტურობის კუთხით მუშაობა, ენერგიის დაზოგვა, ენერგოეფექტურობა, ეს ის თემები არის, რომლებზეც უამრავი ქალაქი მუშაობს და რომელთა განვითარებაც სწორედ ეფუძნება ენერგოეფექტურობას. უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენთან ეს ეხლა იკიდებს ფეხს, ძალიან დიდი ხანი არ არის, რაც აქტუალური გახდა ეს პრობლემატიკა, ეს საკითხები, თუმცა უნდა ითქვას, რომ თბილისმა თუ საქართველოს ქალაქებზე გვაქვს ლაპარაკი, თბილისმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია ამ მხრივ. მოგახსენებთ რა შეა საქმე, თბილისმა მერების შეთანხმებას მოაწერა ხელი, ეს არის ევროპული ინიციატივა და იმ ქალაქთა რიცხვს შეუერთდა და ასეთი ქალაქი 4000-ზე მეტი არის ევროპაში და სხვათა შორის მთელ მსოფლიოში, რომლებმაც გარკვეული ვალდებულებები აიღეს თავის თავზე ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების თვალსაზრისით. რა არის მერების შეთანხმების მთავარი არსი? ის არის, რომ 2020 წლისთვის მინიმუმ 20%-ით შემცირდეს სათბური გაზების CO2-ის გაფრქვევა ატმოსფერულ ჰაერში. ანუ ეს ენერგოეფექტურობის პროგრამა შეუწყობს ხელს იმას, რომ ხარი თბილისში ჩვენ აი ყველა აბსოლუტურად კარგად გრძნობთ, აი გარეთ რო გავდივართ, როგორი ჭუჭყიანია ჰაერი, ხო? თუმცა არ უნდა შეგვეშალოს, თითქო აქ არის ლაპარაკი იმავე ნივთიერებებზე, რომლებიც თქვათ იბრქვევა, იმიტომ რომ ის სხვადასხვა სახის აქვს, სწორედ სათბური ეფექტის მქონე გაზებზე გვაქვს ჩვენ ლაპარაკი და სწორედ ამიტომ ვახსენეთ CO2, ნახშირორჟანგი, ამიტომ ასეთივე არის, თქვათ, მეთანი და ასე შემდეგ, გარკვეული ჩამონათვალი არსებობს და ისინი ჩვენი ცხოვრების და ჩვენი მოღვაწეობის გარკვეულ სექტორებში ხდება. გამოიყოფა ასე ვთქვათ. პირველი ნაბიჯები თუ არის რამე გადაწყვეტილი? არის პირველ რიგში. მეც არ ვიცი მაგალითად. კი, პირველ რიგში ალბათ ის იყო, რომ სამოქმედო გეგმა შემუშავდა მდგრადი ენერგეტიკისა. ეს ევროპული მოთხოვნაც იყო, ჩვენ შევასრულეთ თავის დროზე, ქალაქმა ის შეასრულა და იქ სამი სექტორი გამოიკვეთა, უბრალოდ 4 სექტორი აღწერეთ. პირველი სექტორი ეს იყო, საიდანაც ყველაზე მეტი ემისია იყო, ეს იყო სამი სექტორი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ერთი სექტორი, რომელიც ჩვენ უბრალოდ ამ სამოქმედო გეგმაში აღწერეთ, ეს არის გამწვანებული ტერიტორიების აუცილებლობა, განვითარების აუცილებლობა ჩავთვალეთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად და ღონისძიებად და დანარჩენი სამი სექტორი არის ტრანსპორტი, საიდანაც ყველაზე მეტია დღეს სათბური გაზებით დაბინძურება, კი ანუ ატმოსფეროში ამ სექტორიდან გამოიყოფა ყველაზე მეტი, მეორე არის შენობების სექტორი, იმიტომ რომ ჩვენ თითოეული ჩვენგანი მოიხმარს გარკვეულ ენერგიას, სახლის გასათბობად, ასე შემდეგ და გასაციებლად, ასე ვთქვათ და არის მუნიციპალური ინფრასტრუქტურაც, იგივე გარე განათება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ არის მთელი სპექტრი საკითხებისა და ღონისძიებებისა, რომლებიც აისახა სწორედ ამ სამოქმედო გეგმაში და თუ ქალაქი ამას 2020 წლამდე განახორციელებს, ისე როგორც გეგმაშია. განხორციელება არ დაწყება. დაწყებულია, რა თქმა უნდა, ტრანსპორტის სექტორშია ყველაზე უფრო დინამიურად ვითარდება საერთოდ ტრანსპორტის სექტორი, იცით თქვენ ძალიან კარგად. რთულადაა დღეს ჩვენ ქალაქში, იმიტომ რომ გაუთავებელი ეს იმას არ ნიშნავს, სამოქმედო გეგმაში აღწერა, რომ რთულად არ იქნება. ამას კიდე სხვა რამ სჭირდება, მხოლოდ აღწერა და მხოლოდ ამ ღონისძიებების ჩატარება, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. აქ საუბარი იმაზე არის, რომ ჩვენ გარკვეული ღონისძიებებით შევეცადოთ სათბური გაზების გამოყოფა შევამციროთ. ეს არის განახლება ავტოპარკის, ეს არის შუქნიშნების სისტემის, ანუ აი მწვანე შუქნიშნების დანერგვა ქალაქში. ეს არის თქვათ გარკვეული საგზაო კუნძულების შექმნა, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ საცობები ნაკლებად იყოს. მე მესმის, რომ ეს ყველაფერი დღეს საკმაოდ რთულად არის. კიდევ შენობების სექტორი არ დაგვაუწყდეს, სწორედ დათმუნების საკითხები მნიშვნელოვანი არის. ჩვენთან ხო ცენტრალური გათბობა არ არსებობს, ძალიან კარგად ვიცით და ყველას ინდივიდუალური გამათბობლები აქვს. აი სწორედ აქ როგორ მოვიქცეთ, როგორ შეგვიძლია, რომ ადამიანებს
განმარტებები მივცეთ, რეკომენდაციები მივცეთ, როგორ შეიძლება თავიანთ ბინებში მოახერხონ მათ ძალიან მარტივი ღონისძიებებით შემცირება სათბური გაზების ემისიისა და ენერგიის დაზოგვა. კი, ენერგიის დაზოგვა. ესეთი თემატიკები არის ასახული სხვათა შორის სწორედ აი ამ სამოქმედო გეგმაში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის შესრულება ჭირდება. ქალბატონო გულიკო, თქვენ ხართ, ასე ვთქვათ, მემატიანე, რომელმაც იცით, ყოველი პარკი რამხელა იყო, რამხელა დარჩა, როგორ უნდა გამწვანდეს, რა არის გაკეთებული, დაახლოებით, ძალიან ცოტა, მაგრამ ძალიან ბევრი გაქვთ გაკეთებული, ეს მე ვიცი. და აი მომავალში როგორ უნდა განხორციელდეს? წინა საუკუნეში, როდესაც დაიწყო თბილისმა განსაკუთრებით ზრდა, მაშინ დაპროექტდა და გაშენდა პირველი ასეთი დიდი პარკი, ეს იყო მთაწმინდაზე. პარკი, რომელიც გააკეთეს ძმებმა ქურდიანებმა და დენდროლოგმა ალექსანდრე მაჭავარიანმა თავის მეუღლესთან ელენე ციციშვილთან ერთად. ის ელენე ციციშვილი ხელმძღვანელობდა და მისი პროექტით არის განხორციელებული დღევანდელი ჩვენი საუკეთესო პარკი თბილისში, ეს არის ვაკის პარკი. და მრავალი რამ, რომლის მოწაფეებიც, ერთ-ერთი მოწაფე ვარ მე. აი ამ დიდი უაწმოსელი მეცნიერები. აი გამწვანებს ხო თქვენ 2000 წლისთვის რო ქონდათ ეს თუ შეიძლება. დიახ, აი საინტერესოა ის რომ 2000 წლისთვის, როდესაც გაკეთდა თბილისის გენერალური გეგმა, ამავე დროს გაკეთდა თბილისის ლანდშაფტის გამწვანების და გაწყლოვანების გენერალური გეგმაც, რომელიც გულისხმობდა ამ მწვანე მშენებლობის განვითარებას, ლანდშაფტის ორგანიზაციას და თითოეულ მოსახლეზე იმდენი მწვანის დარგვას და გაკეთებას, რაც დასასრულია. ერთ მოსახლეს რამდენი ჭირდება მწვანე, ხო ეს უთხრათ მაინც მაყურებელს. იმიტომ რომ აინტერესებს, დიახ. მწვანე მცენარეების ძირითადი და უდიდესი თვისება არის, რომ ისინი გამოყოფენ ჟანგბადს, რომელსაც სუნთქავს ადამიანის. იქ ჟანგბადის გარეშე ადამიანს სიცოცხლე არ შეუძლია და ესე იგი დამოკიდებულია ამაზე. ამიტომ ეს ნორმატივები არის იმის მიხედვით გათვლილი და დიდ ქალაქებში, სადაც ნაკლები არის მწვანე სივრცეები, დაახლოებით 50 კვადრატული მეტრი, ეს არის აუცილებელი ნორმა. დღევანდელი პარკების შესახებ რომ მოგვიყვეთ. დღეს თბილისში თითქმის აღარ არის გამწვანებული ტერიტორიები. ამ 20 წლის, 25 წლის განმავლობაში არც ერთი ახალი ესეთი დიდი პარკი არ გაშენებულა. პირიქით, რაც იყო სკვერები, ბაღები, პარკები, განადგურდა, იქ ჩაიდგა მანქანა გასამართის სადგურები, რესტორნები, კაფეები, საცხოვრებელი სახლები, აი შაგრენის ტყავივით მცირდება პირდაპირ ეს ბაღების ტერიტორიები. ვაკის პარკის ტერიტორია, როდესაც დაპროექტდა და გაშენდა, იყო 120 გექტარი. დღეს არის რაღაც 20 გექტარამდე შერჩენილი და იმასაც უპირებენ. და ეს ბავშვები კბილებით იცავენ ყოველ ხეს და ყოველ ხე დასაცავია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვანაირად დასაცავი კი არა. ეს უნდა შენარჩუნებული უნდა იყოს ყველაფერი და უნდა მოვლილი ყველაფერი, აღსადგენი ყველაფერი და ამას დამატებით ახალი ტერიტორიების ათვისებაა საჭირო, ახალი ბაღების, ახალი პარკების, რადგან ეს არა მარტო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებია, ეს არის ადამიანის ფსიქოლოგიური რეკრეაციული ზონები, დასვენების ზონები, ადამიანის სახშეხვარზის და ეს ბულვარები, სკვერები, დასვენებელი ადგილები, ბავშვების გასართობები და ასე შემდეგ. პარკებს მრავალგვარი დატვირთვა, პოლიფუნქციური დატვირთვა, სხვადასხვა ზონები აქ სპორტიც შედის, დასვენებაც, მემორიალური ზონებიც და ასე შემდეგ. ძალიან მე ვიცი რომ ეს 2000 წლის გეგმას რო აკეთებდით, იქ იყო ახალი პარკები უნდა განეხორციელება და მე შეწყდა აღარ აი თუ შეიძლება რა 7 პარკი იყო ხო და გაკეთდა პროექტები ძალიან დიდი ტერიტორიის პარკებისა, გლდანში მაგალითად 200 გექტარი პარკი უნდა გაშენებული იყო. და არ გაშენდა. დიღომში დაახლოებით 200 გექტარის პარკი. ყველა ამ ახალ დასახლებულ რაიონებში, ვაზის უბანში, მუხიანში, სამ ზონაში, თითქმის ყველა ზონაში შენდებოდა პარკი და ამათი პროექტები გაკეთებული იყო. მაგრამ ეს კატაკლიზმები, რომელიც დაიწყო 90 წლიდან, ამან ყველაფერს შეუშალა ხელი,
ყველაფერი შეჭირდა და მე იმედი მაქვს რომ აი ეს მილიონი ხის იდეა არა ხის დარგვას გულისხმობს, არამედ გულისხმობს თელ ქალაქში ამ მწვანე არქიტექტურის განვითარებას, მის აშენებას, მოვლას და პატრონობას. Niko დავამატებ ერთს გაბატონ გულიკოს ნათქვამს, ალბათ საინტერესო იქნება, მე შემიძლია პროცენტულად მოგახსენოთ რა ხდება ახლა ქალაქში გამწვანების. ძალიან საინტერესოა. თვალსაზრისით ეს არის გენგეგმის მასალებიდან აღებული 2009 წელს მიღებული გენგეგმის მასალებიდან მომაქვს ახლა ეს ციფრები, დაახლოებით 34% არის თუ არ მეშლება მთლიანად რეკრეაციული გამწვანებული ტერიტორიების სატყეო ზონა, რომელიც შემოუერთდა სხვათა შორის ქალაქს არც ესე დიდი ხნის წინ, მაგრამ ახლა საინტერესოა რა პროცენტული შემადგენლობა, ანუ რა პროცენტით აისახება ქალაქის განაშენიანებულ ტერიტორიაზე გამწვანება. განაშენიანებულ ტერიტორიაზე არის 5%. ეს არის ძალიან ცოტა. წარმოიდგინეთ ახლა რა ხდება. კვადრატული მეტრი ერთ მოსახლეში. აი წარმოიდგინეთ ახლა ჩვენ 5% იყო, აი პროცენტულად ეს უცხოეთში რო თქვათ, ჩვენ ვართ ლანდშაფტის არქიტექტორები, ხო ძირითადად აქ ვინცა ვართ. ეს პროცენტი არის ძალიან პატარა. იქ არის წარმოუდგენელი რომ ეს პროცენტიც აღებული სწორედ იმ ისტორიული ბაღების და პარკების, ანუ აი წლების წინ გაკეთებული ბაღების და პარკების წილი არის, იმიტომ რომ ახალი ახალი რაც შეემატა რიყის პარკი იყო, ხა ეს რაც გაკეთდა ძალიან დიდი სივრცეა, ხო, რიყის პარკი არის 5 ჰექტარი, ხო? 5 ჰექტარი, მაგრამ მაინც ძალიან ცოტა ვაკის პარკთან შედარებით და ქალაქისთვის საკმარისი არ არის სამწუხაროდ. ხო, ჩვენთან სადაც ეს უფრო განვითარებულია, იქ როგორ არის ეს პროცენტულად? იყოფა სხვადასხვა კატეგორიებად. ძირითადი ქალაქისთვის ეს არის საზოგადოებრივი დანიშნულების ტერიტორიები, სადაც თავისუფლად შეუძლია ყველა მოქალაქეს შესვლა, უფასოდ. ასეთი ტერიტორიები არის საზოგადოებრივი დანიშნულება. დანარჩენი შეიძლება იყოს კერძო პარკები, კერძო ბაღები, რომლებიც მონაწილეობენ ჰაერის რეგულაციაში, მაგრამ რეკრეაციული ზონების ესეთი თავისუფალი შესვლაში აი უცხოეთში არის ძალიან ბევრი ეს. პარკები დაახლოებით 20 ჰექტარის ზემოთ რაც არის, იმას ჰქვია პარკი. ესეთი მონოფუნქციური ან პოლიფუნქციური, მრავალფუნქციური პარკი. ჩვეულებრივი ბაღები არის 2 ჰექტარიდან 10 ჰექტარამდე. არის სარაიონო პარკები, რომელიც უფრო ნაკლები ფართობის არის. ეს იმის მიხედვით თუ ქალაქის რა ნაწილია, საცხოვრებელი რაიონია, ცენტრია და ასე შემდეგ. სკვერები კი თავისი ზომით არ უნდა აღემატებოდეს 2 ჰექტარს და ის ცენტრალურ ნაწილში ადმინისტრაციულ შენობებთან, სკოლებთან და ასე შემდეგ. აი ყველაზე ძალიან ალბათ აინტერესებს სკვერები, იმიტომ რომ მე ჩემი გადასახედიდან როგორც ლანდშაფტის არქიტექტორი, ყველაზე ძალიან დაიჩაგრა სკვერები. აი მაგალითად სამხატვრო აკადემიასთან გრიბოედოვზე იყო ერთი სკვერი, რომელთანაც მთელი მთაწმინდის მოსახლეობა დადიოდა და ჩვენი სტუდენტები იქ იყვნენ. დღეს არ არის, კი იძახენ გამომწვანებთ, მაგრამ ამ წუთში ბევრი ბენტონიასხია. ასევე თქვენთან ალბათ საბურთალოზე ვინც ცხოვრობთ, იქ ძალიან კარგი ბაღი ქონდათ, ხო? იქაც აღარ არის, აი გპ-ისთან რო პატარა ბაღი იყო, ჩადგეს დიდი შენობა და ყველაზე ძალიან იჩაგრება სკვერები და არა და სკვერები არის ყველაზე ახლოს ალბათ მოკლე დასვენების ზონა, მაგალითად პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან სწორედ აი საბურთალოზე შესანიშნავი სკვერი იყო შადრევნით, მე პატარა რაღაც კაფე ჩადგეს და ახლა უზარმაზარი შენობა სრულიად დაიკავა ამ სკვერის ტერიტორიაზე. ხალხთან გულიკო, წინათ აი ჩვენ წელს ჯერ კიდე პირველ საუკუნეებში ყველა ქალაქს ჰქონდა რაღაცნაირი თავისი გეგმარება, ხო? ანუ გამწვანების სტრუქტურა. მე შემდეგ პარის თავისი აქვს, ხო, ვიცით ეს რგვალი ქალაქები, ვაშინგტონის ქალაქები, ყველგან გამწვანებულ სივრცეებს რაღაცა ერთი მიმართვა, ანუ რაღაცა ჩონჩხი გვაქვს, ხო, რომელზეც ჩვენ მე ლანდშაფტს ვაკეთებთ, ხო, ლანდშაფტის არქიტექტორები. აი, ამაზე რო გველაპარაკოთ, ქალაქის გეგმარებაზე. ქალაქის ეს ძალიან დიდი თემაა, რა თქმა უნდა. შეუძლებელია მაგაზე ანუ ეს არ არის ველოსიპედი, ანუ პირველი კითხვა იყო ასეთი, რა გავაკეთოთ, რა ხდება, ხო? ანუ არის ის ჩვენმა მაყურებელმა თუ აი აქვს თუ არა ქალაქებს სხვა ქალაქებს და ჩვენ ქალაქს. რაღაცა სქემა, ხო? ანუ კანონები კი გამოაქვთ, ბატონი მამუკა დამეთანხმება. ყოველწლიურად ყველა მთავრობა სხვადასხვა კანონს ირგევს, მაგრამ თვითონ ქალაქებს თავისი რაღაცა გეგმარებითი სტრუქტურა აქვს. მე ვერ ვიტყოდი, რომ კანონებთან დაკავშირებით კარგად აგვაქვს საქმე. პირიქით, მაგის თქმა მინდოდა, რომ სწორედ დღეს მინდის საუბარი იმაზე, რომ კანონი არსებობდეს, რომელიც დაიცავს გამწვანებულ ტერიტორიებს. კანონი არ აქვს. არა, მაგრამ აი ქალაქის გეგმა არის ქალაქის კონსტიტუცია. კი ბატონო.
იქ გენგეგმაში ჩამოყალიბებულია სულ ყველაფერი თავიდან ბოლომდე, რა ჭირდება ქალაქს. დაწყებული მშენებლობიდან დამთავრებული მიწისქვეშა კომუნიკაციები. ეს ჩვენი გამწვანება რაც რა თქმა უნდა, ეს გამწვანება ერთ-ერთი ძირითადი საკითხია ქალაქ გეგმარებისა. როგორც გზები, ისე გამწვანება, ისე მშენებლობა. ასე რომ ეს არის ერთ-ერთი ძირითადი აუცილებლად. მაგის გარეშე მე რატომაც ამ კომპლექსთან მომგადამეთანხმება გამწვანება ყველაზე ძალიან ვარდება, ხო? არა, სწორედ ამაზეა ლაპარაკი. ხალბატონი გულიკო ამბობს, როგორ უნდა იყოს. მაგრამ იმას გულისხმობს, რომ ესე არ არის სამწუხაროდ დღეს. კი, ქალაქს აქვს ნამდვილად განვითარების გენერალური გეგმა, პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა 2009 წელს იქნა მიღებული, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ალბათ მას სრულყოფამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლია და დღეს მერიაში სწორედ ამაზე მიდის საუბარი, რომ განახლდეს და ის სახე მიიღოს ალბათ ამ დოკუმენტმა, რომელიც აუცილებელია რომ მიიღოს, მათ შორის იმ კომპონენტების გათვალისწინებით, რაც გამწვანებას ეხება, აუცილებლად. და კიდევ ერთი რამ, მე კანონზე მოგახსენეთ, გამწვანების შესახებ კანონი თუ არ იქნება, ჩვენ პრაქტიკულად არ ვიცით ქალაქში სადა გვაქვს პარკი. ეს სტატუსები არა გვაქვს მინიჭებული, ჩვენ არ გვაქვს კატეგორიები მინიჭებული, ჩვენ პრაქტიკულად რაღაც ძველი სახელწოდებებით საზღვრავთ ამას ყველაფერს. როგორ არის ყველაფერი? ანუ ეს კატეგორია დაიკარგა. რა თქმა უნდა დაიკარგა, კანონი არ არსებობს. ჩვენ ახლა 30 და 40 წლის წინადელი კანონმდებლობით დღეს ვეღარ ვიმუშავებთ ერთი უბრალოდ მიზეზის გამო, ბევრი პარკი აღარ არსებობს, ბევრი ბაღი აღარ არსებობს. ერთ წუთს შეგაწყვეტინებს კითხვა აქვს სტუდენტ. ბატონო მამუკა, ახსენეთ თქვენ ეს პროექტი, რომელიც 2020 წლამდე უნდა განხორციელდეს და აი ზუსტად კანონმდებლობასთან დაკავშირებით თუ იგეგმება ამ კუთხით ცვლილება ამ პროექტის ფარგლებში. კანონმდებლობა კიდევ ერთხელ აბსოლუტურად სწორად იყო დასმული კითხვა, იმიტომ რომ ამის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ამის გარეშე ვმუშაობ სწორედ 24 წელია და იმიტომ არ მე ვამბობ აი 91-იანი წლებიდან მოყოლებული და იმიტომ რომ ეს ყველაფერი ქაოტურად ხდება და არ ხდება სისტემურად. მერების შეთანხმების ფარგლებში მიღებული სამოქმედო გეგმა მხოლოდ ღონისძიებებს გულისხმობდა, ის კანონმდებლობას არ გულისხმობდა, თუმცა იქ გარკვეული შეზღუდვები არის ჩადებული, რომ ამგვარი რამ უნდა მოხდეს აუცილებლად, თუნდაც კერძო მანქანებთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მაქსიმალურად გადავერთოთ უკვე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ბუნებრივია, ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს ისეთი, რომ ღირებული იყოს და ჩვენ შევძლებთ სარგებლობა და შემდეგ უკვე ეს გამოიწვევს ბუნებრივია გარკვეული ალბათ შეზღუდვებით კიდევ კერძო მანქანების ნაკლებად გამოყენებას. ჩვენ ხო იმ ქალაქში ვცხოვრობ და სხვა თქვენ ძალიან გაგიმართლათ კიდევაც და არ გაგიმართლათ კიდევაც. გაგიმართლათ იმ კუთხით, ხო, მე ახალგაზრდებს მივმართავ, არ გაგიმართლათ იმ კუთხით, რომ გაწყობილ და დაალაგებულ ქალაქში არ ცხოვრობ სამწუხაროდ, როგორც ძალიან ბევრი ახალგაზრდა ევროპის თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში. ვიცით, გვინახავს კიდევაც და ძალიან კარგი წარმოდგენა გვაქვს, როგორი შეიძლება იყოს ქალაქი. სამაგიეროდ გაგიმართლათ, იმიტომ რომ თქვენ შორს წასვლა არ გჭირდებათ იმის დასანახად, თუ ქალაქი როგორი არ უნდა იყოს. იმიტომ რომ ამისთვის არც ბილეთის აღება გჭირდებათ, არც შორეული რაღაც გამგზავრება, თქვენ ძალიან კარგად ხედავთ, რომ ეს ქალაქი არ არის ნორმალურად განვითარებული, ამ ქალაქს ძალიან ბევრი რამ აკლია, მათ შორის გამწვანების კუთხითაც და თქვენ ამაზე ამახვილებთ ყურადღებას, ეს გადაცემაც სწორედ ამას ეძღვნება და არა მხოლოდ. იგივე ეს ის ქალაქია და იმ ქალაქზე ვსაუბრობ, სადაც ადამიანმა უნდა შეისუნთქოს ორ მანქანას შორის რომ გაძვრეს და მივიდეს თავის სადარბაზოსთან. ხო მართალია, ნამდვილად ესე ხდება ხოლმე, ან ამ ტრიან მანქანებზე რაღაცნაირად უნდა მოახერხოს და გადაბობღდეს, რომ ისევ თავის დანიშნულების ადგილას მივიდეს. ეხლა უტრირებაა შეიძლება ეს ამ თემისა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ესეც ყოფილა და მეც იგივე გამიცდია ხოლმე. როცა ფეხით სავალ ნაწილზე მანქანების გაჩერებები არის, ხო, მოწყობილი. ეს ის ქალაქია, სადაც ალბათ გამწვანების სპეციალისტები და ისინი, ვინც სკვერებს და ბაღებს აპროექტებენ, ხშირად ფიქრობენ ხოლმე, როგორი სკამი დადგან. სკამსაც გააჩნია, იმიტომ რომ შეიძლება ის სკამი მეორე დღეს აღარ იყოს. ხვეთში პირველი რაც არის წყლის სისტემები, მოვლა, ანუ შეიძლება რაც კიდე დარგა თქვენ, ხო, აი როგორ ჩავერთოთ, ხო, კითხულობ. კი, რაღაცა მცენარეს მიიტანთ, ჩვენ ლანდშაფტის არქიტექტორები შემოვხაზავთ ადგილს, ქალბატონი გულიკო იტყვის, რომელი მცენარეა საჭირო, სად, როგორ ეს ყველაფერი აბსოლუტურად გაწერილი, ეს ვიცით, ჩვენ ვართ ამ სპეციალისტები. სამწუხაროდ არ გვიყენებენ ჯერჯერობით, ვნახოთ ახლა რა იქნება და მე აუცილებლად ის უნდა არ გახმეს. ხალხსადენი ქალაქს არ აქვს. არა. აი ეს ძალიან დიდი პრობლემაა. და დავასრულებ თუ შეიძლება თინიკო ამ გამოსრულებია და უბრალოდ არქიტექტურას თქვენ ხედავთ როგორია. ქალაქში რა სახის არქიტექტურაა და რამდენად ღირებული შენობები არის, ძალიან კარგად ხედავთ.
ანუ თქვენ ყველაფერი ძალიან კარგად ახალგაზრდობაშივე დაინახეთ, როგორ არ უნდა მოხდეს. ამიტომ ძალიან დიდი იმედი. ყოველ შემთხვევაში ჩვენმა თაობამ, თქვენი მამების თაობამ და თქვენი მშობლების თაობამ აი ეს ქალაქი დაგიტოვეთ ჩვენ და აი ესეთ ქალაქში გიწევთ ცხოვრება. მე იმედი მაქვს, რომ ესე არ იქნება და ესე არ გაგრძელდება და თქვენ გეცოდინებათ თქვენი შვილებისთვის როგორი ქალაქი ჯობია რომ არსებობდეს და როგორი ქალაქი უნდა იყოს და ჩვენ სანამ შეგვიძლია სწორედ რაღაც ღონისძიებებს აქეთკენ მივმართავთ, რომ კიდევ რაღაცნაირად გამოვასწოროთ მდგომარეობა და ამ ხრივ მე ვფიქრობ, რომ აი ეს კანონმდებლობაზე მუშაობა იქნება, რაღაც გარკვეული ღონისძიებები, მერების შეთანხმების ფარგლებში რაღაც ტრანსპორტთან დაკავშირებული ღონისძიებები თუ შენობებთან დაკავშირებული, რაც ენერგოეფექტურობას უკავშირდება. სწორედ კარგი ღონისძიებები იქნება იმისთვის, რომ გამოსწორდეს გარკვეულწილად ცოტათი მაინც მდგომარეობა. ჩვენ ზუსტად ლანდშაფტური არქიტექტურის ასოციაცია ურთიერთობთ იტალიის ასოციაციის სკოლასთან. ეს არის მილანის საზაფხულო სკოლა და სტუდენტები ყავდა, წასულებები ყავით და ჩვენ დაურეკეთ და ვიკითხეთ ნებართვა, რომ თუ შეიძლება ვანახოთ კლიპი მათი გადაღებული, თუ როგორ დააპროექტეს ქალაქის ცენტრში სტუდენტებმა პარკი, სკვერი და როგორ შესრულდა ეს. ყოველწლიურად ეს გაცვლა-გამოცვლა ხო ამ სტუდენტების უკვე რაღაცნაირად ახალგაზრდებმა ნახეს იქ რა ხდება. ეხლა ივნისშიც გვექნება ალბათ აი ნათია თუ შეიძლება რომ როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ჩვენ სექტემბერში ვიყავით ყოველწლიურ შეხვედრაზე საზაფხულო სკოლაში იტალიის ქალაქ ბერგამოში. მინდა მოკლედ გითხრათ რა ხდება ამ ქალაქში. ეს არის სულ რაღაც 300-400 კვადრატული ალბათ მოედანი, სკვერი ქალაქის ისტორიულ ნაწილში და ყოველწლიურად იწვევენ ქალაქის მერიასთან თანამშრომლობით, სხვადასხვა ასოციაციებთან, ორგანიზაციების პარტნიორობით იწვევენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუდენტებს, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ წამყვანი სპეციალისტებთან თანამშრომლობით და აკეთებენ პროექტს, რომელსაც შემდეგ ახორციელებენ ესენი. ყოველწლიურად, როდესაც ჩადიან ახალი დამთვალიერებლები, დამსწრები ამ კონფერენციის მონაწილეები, ესენი ხედავენ ყოველწლიურად ახალ ნამუშევარს. ანუ ქალაქს ესენი აძლევენ ახალ სიცოცხლეს და მუდმივად ხდება მისი განვითარება და განახლება. მე მაინტერესებს საქართველოში ამ თემასთან დაკავშირებით ყველაზე დიდი პრობლემა თქვენ ახსენეთ, რომ არის მცირე სკვერებზე და საკმაოდ საჭიროებს უკვე ქალაქი ამას. როგორ შეიძლება ახალგაზრდების ჩართულობა გაიზარდოს, ყოველწლიურად ამთავრებს 100-ზე მეტი არქიტექტორი, 100-ზე მეტი არქიტექტორია დიპლომირებული უკვე და როგორ შეიძლება მათი რესურსების გამოყენება ქალაქის განვითარებისათვის. სასურველია მოხდეს ჩართულობა. ჩვენ იტალიის მაგალითზე ვნახეთ, რომ ეს ჩართულობა ძალიან კარგ შედეგს იღებს. და კიდე ერთი, აი აუცილებელი არ არის, ხა ნათიამ რო იკითხა ლანდშაფტის არქიტექტორები. იქ საერთოდ ესეა, რომ აი ზაფხულის სკოლაში შეუძლია ყველა სპეციალობის ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. შეიძლება იყოს ექიმი და უნდოდეს კვალიფიკაციის შეცვლა. და ყველა აი ივნისში რო გვაქვს ჩვენ სკოლა, ამ სკოლაში შეიძლება ყველა პროფესიის ადამიანი დაესწროს ამ სკოლას, მიიღოს სერტიფიკატი და გაიაროს. ძალიან საინტერესოა იქ როგორ აკეთებენ სახურავებს. ჩვენ გქონდა ეს სახურავი, ბანები გქონდა და საქართველოში მე რომ ვკითხო, სახურავი აუცილებლად გამწვანებული უნდა იყოს. თბილისში დამთავრდება ქალბატონი გული. ანუ თქვით, რომ გაცვლითი პროგრამები არსებობს და ანუ იქ შეუძლია არა მარტო აკადემიის სტუდენტებს, ყველა პროფესიის ადამიანს და ასევე ასაკით თუ არის შეზღუდული. შეუძლია ყველა ასაკის ადამიანს. იქ 60 წლის ადამიანსაც კი შეუძლია პროფესიის შეცვლა. ანუ არა აქვს იქ მნიშვნელობა ასაკს, ყველა სტუდენტი ქვია და არა აქვს მნიშვნელობა პროფესიას. მთავარია მონდომება. როგორ უნდა გამწვანდეს თბილისი? აი რას გვირჩევთ როგორც ექსპერტი? მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანო ეს დიდი ქალაქები, მაგალითად ლონდონი, პარიზი, სადაც ქალაქის ცენტრში არის ძალიან დიდი ფართობები. ძველი ქალაქებია ისეთივე როგორც თბილისი. ხო, რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა, მე დიდ ქალაქებზე ვლაპარაკობ. ქალაქის ცენტრში არის დათმობილი ძალიან დიდი ტერიტორიები სწორედ ამ გამწვანებული პარკებისათვის და რეკრეაციული ზონებისათვის. სწორედ საინტერესოა ის, რომ ქალაქის განაშენიანებული ნაწილი იყოს დაფარული ამ მწვანე სისტემებით, რომ უფრო ადვილი იყოს ქალაქში ცხოვრება, სუნთქვა, დასვენება და ასე შემდეგ.
ანუ სახლი, მწვანე სახლი, რაც ჩვენი გადაცემის იდეა რაც არის. ეს ბულვარები, სკვერები, ბაღები ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული და იქნებოდეს დიდი ფართობები, იმიტომ რომ სწორედ დიდი ფართობის ეკოლოგიური გავლენა არის. აი მაგალითად ნიუ-იორკის ცენტრალ პარკი. ეს არის უკვე 300 გექტარის პარკია, უზარმაზარი, საუკეთესო სივრცეებით გახსნილი, მოედნებით, წყალსაცავებით და ასე შემდეგ. ლონდონის ცენტრი 6 პარკი არის ერთმანეთზე გადაბმული, მაგალითად ჰაიდ პარკი, შემდეგ გრინ პარკი, კენგსტონის პარკი და ასე შემდეგ. პარიზის უზარმაზარი ქალაქის ტერიტორია დაკავშირებულია ელსეის მინდვრებით ორ უდიდეს პარკთან, ბულონის ტყესთან და ვენსენის ტყესთან. გარდა ამისა, ქალაქში კიდევ უამრავი პარკებია და ასე შემდეგ. უბრალოდ ავიღოთ აი ჩრდილოეთის ქალაქი ამსტერდამი, რომელიც არაჩვეულებრივად არის გამწვანებული. ასე რომ ეს ძალიან ბევრი მაგალითების მოყვა შეიძლება. ეს ქალაქები თავს იწონებენ მნახველთათვის თავისი პარკებით. ეს ტურიზმის სფეროც არის, აი ესეთი პარკები ძალიან ბევრი მნახველია ამ პარკებში. საინტერესოა კიდევ ესპანეთის პარკები, ძველი ისტორიული პარკები და ამავე დროს ახალი ეს გაუძის აშენებული გუელის პარკი. ასე რომ ეს არა მარტო ეს არის. ჩვენ ხო გვაქვს რო ჩამოდეს ჩემთან სტუმარი, პირველად მივყავს ბოტანიკურ ბაღში. თბილისში შესანიშნავი ბოტანიკური ბაღია. ანუ ჩვენ ძალიან კარგად რაღაცები როგორ შეგვიძლია მოწონება, ოღონდ ამ პარკებს უნდა მივხედოთ, მოვუაროთ ბოტანიკურ მუქადამ ეთანხმება ამაზე, ხო? კი, რა თქმა უნდა. აი ლისის ტბაზე. ეს კერძო ტერიტორია უკვე ის იყიდა ერთმა ინვესტორმა და დაიწყო ამ პარკის კეთილმოწყობა, ჩვენივრად აკეთებს ამას. იქვე შენდება ახალი მიკრორაიონი, საცხოვრებელი რაიონები, რომელიც ძალიან ახლოს იქნება ამ ლისის ტბასთან, ამ წყლის სივრცესთან და ასე შემდეგ. ასე რომ თბილისზე ძალიან ბევრია სალაპარაკო, კარგიც კეთდება, რა თქმა უნდა. თბილისის ახეთი დიდი პრობლემა ეს არის ის, რომ ერთიანი სისტემა არ არსებობს. აქ იყო ქალბატონმა გულიკომ თქვა, რომ ერთმანეთს უნდა უკავშირდებოდნენ პარკები. რა თქმა უნდა, ქალაქი პრაქტიკულად უსისტემოდ არის, ხო? ახლა გამწვანებული, მე მოგახსენეთ პროცენტული შემადგენლობა გარეუბნებში არის დიდი წილი გამწვანებისა, რეკრეაციისა და ქალაქის შუაგულში არაფერი არ აქვს. ამ დროს ცენტრი არის ყველაზე უფრო დაბინძურებული და ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობაში. იქ საცხოვრებლად საკმაოდ რთული პირობები არის, დამერწმუნებით ალბათ და აქედან გამომდინარე, სწორედ ამაზეა ლაპარაკი, რომ ეს სისტემა უნდა შეიქმნას, სწორედ გეგმარება და ლანდშაფტის არქიტექტორები და ეკოლოგები სწორედ ამიტომ არიან საჭიროები, რომ აი ამგვარი სისტემა შეკრან სწორედ იმ გეგმის ფარგლებში, რომელზედაც ჩვენ უკვე ვსაუბრობდით. ჩვენ გადაცემა დასასრულს უახლოვდება. ხალბატონო გულიკო და მამუკაი, რას უსურვებდით ქალაქს? მე ალბათ სურვილით ვერ შემოვიფარგლებ, მე უნდა გავაკეთო რაღაცები ქალაქისთვის. ძიმე მუშაობა გველის წინ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკმაოდ რთული პროცესები მიმდინარეობს. არა მარტო ახალგაზრდებს, ყველა მოქალაქეს უსურვებდი, რომ მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ ბუნების მიმართ და მომავალი თაობა აღზარდონ სწორედ ამ ბუნების სიყვარულით და ბუნების სამსახურით. საზოგადოება არის მერია, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს დაკვეთა, ანუ ხელს ან გადაარჩენს ან არა და არის კიდე ლანდშაფტური არქიტექტურის სპეციალისტები. აი ეს სამი რგოლი უცხოეთში არის შეკრული, ერთად არის, ცალ-ცალკე არ არის. ანუ მერია უსმენს საზოგადოებას, რა სჭირდება მას და ასევე უსმენს ცოდნებს, ექსპერტებს, იყენებს მათ ცოდნას, კვალიფიკაციას და ერთობაში აქვთ ის სუფთა, კარგი, ჯანმრთელი გარემო, რომელიც არის მსოფლიოს კარგ განვითარებად ქალაქებში. გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე. გადაცემა მწვანე არქიტექტურა მომზადებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით Winrock International Georgia's, რომელიც განახორციელებს პროექტს დაბალ ემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება, სუფთა ენერგიის პროგრამა და გალა საქართველოს ლანდშაფტური არქიტექტურის მიერ.